როგორია კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა? რას ამბობს ლუის ენრიკე? ოჩოშვილის ტრავმა. რამდენის გადახდას გეგმავს ტოტენჰემი მიქაუტაძის სანაცვლოდ და ქართული კლასიკო. ამ და სხვა საინტერესო ინფორმაციის მოსასმენად უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. დავიწყოთ საფრანგეთიდან, სადაც ხვიჩე კვარაცხელიას პარის სენ-ჟერმენმა ოსერი 2-0 დაამარცხა. სამწუხაროდ ამ შეხვედრის მეორე ტაიმი ქართველმა შემტევმა ტრავმის გამო ვერ გააგრძელა. ხვიჩამ დაზიანება შეხვედრის 24 წუთზე მიიღო, როდესაც მის წინააღმდეგ ოსერის მცველმა მარვენ სენაი მიუხეშა. პირველად ინფორმაციით კვარას მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთის პრობლემა შეექმნა. ამავე შეხვედრის პირველ ტაიმში ტრავმის გამო მოედანი ბიტინიამაც დატოვა. ეს ყველაფერი განსაკუთრებით საგანგაშოა იმის ფონზე, რომ რამდენიმე დღეში 1 ოქტომბერს პარიზელები ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ბარსელონას დაუპირისპირდებიან. როგორც ცნობილია, ლუის ენრიკემ ამ შეხვედრის შემდეგ მთელ გუნდს დასვენების დღე მისცა. კვარაცხელიას და ვიტინიას კი სამედიცინო გამოკვლევა 29 სექტემბერს ჩაუტარდება. ფრანგულ მედიაში წერენ, რომ ხვიჩას ტრავმა სამკვირიანია. ასეთ შემთხვევაში კი ჩემპიონთა ლიგის გარდა ქართველს მუნდიალის საკვალიფიკაციო შეხვედრების გამოტოვებაც მოუწევს ესპანეთთან და თურქეთთან. თუმცა იმედია, რომ ფრანგული მედიის ეს ინფორმაცია არ გამართლდება და ხვიჩა ბარსელონასთანაც და რაც მთავარია, ნაკრებთან ერთადაც შეძლებს თამაშს. ასევე აქვე შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვთ პარი სენ-ჟერმენის სხვა ლიდერებსაც, მათ შორის უსმან დემბელეს, დეზირე დუეს, მარკინიოს, ჟუაუ ნევესს და ფაბიან რუისს. შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე შეხვედრის შემდეგ პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ისაუბრა. კვარაცხელიას და ვიტინიას ტრავმების სიმძიმის შესახებ ახლა ვერაფერს ვიტყვი და ეს ბუნებრივია. უნდა დაველოდოთ გამოკვლევას, რომელიც ხვალ ან ზეგ ჩატარდება. გრაფიკი დაძაბული არა მხოლოდ ჩვენთვის და ჩვენი ფეხბურთელებისთვის, ყველა გუნდი ასეთ მდგომარეობაშია. უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე. სირთულეები კი გუნდურობითა და გულშემატკივრების დახმარებით უნდა დავცლიოთ. თამაშისთვის მზად არიან ჩვენი ახალგაზრდებიც და ეს გუნდში განწყობისთვის კარგია. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი 1 ოქტომბერს ბარსელონას დაუპირისპირდება. 5 ოქტომბერს კი ლიგა 1-ის ლიდერი მორიგ შეხვედრაში ლილს ესტუმრება. თქვენი აზრით, როგორ დამთავრდება ბარსელონას და პარი სენ-ჟერმენის დაპირისპირება? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. გიორგი წეტაიშვილის და გიორგი აბუაშვილის მეცი კი საკუთარ მოედანზე ლეავრს დაუპირისპირდა და ფრედ 0-0 ითამაშა. წეტაიშვილის შეხვედრაში მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ჩაერთო. აბუაშვილი კი 91 წუთიდან. ამ დროში კი ქართველებს განსაკუთრებული სახიფათო მომენტი არ ჰქონიათ. მეცი კვლავ ბოლო 18 პოზიციაზეა და მომდევნო ტურში მარსელს დაუპირისპირდება. ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენი კი საფრანგეთის ლიგა 2-ის მერვე ტურში გენგამთან 2-3 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ეს ქართველის გუნდის პირველი მარცხი იყო მიმდინარე სეზონში. დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა ტრადიციული სიმწვავით არ გამოირჩეოდა. შესაბამისად ის 58 წუთზე შეცვალეს. ამ მარცხის შემდეგ მწვანეები 17 გულით მეორე ადგილზე არიან და შემდეგ ტურში მონპელიეს დაუპირისპირდებიან. გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალმა კი ლა ლიგის მორიგ ტურში ბილბაოს ატლეტიკი 1-0 დაამარცხა. ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და მთელი შეხვედრის განმავლობაში აქტიურობდა. ჰქონდა გოლის გადანის შანსიც, თუმცა ამჯერად საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა ვერ მიიღო. ის მოედნიდან 72 წუთზე გაიყვანეს. ამ დროს კი ანგარიში 0-0 იყო. შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელისთვის ვილიარეალში ეს რიგით მეხუთე შეხვედრა იყო. მის ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა. ამ გამარჯვების შემდეგ კი ვილიარეალმა ლა ლიგაში მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ქართველის გუნდი შემდეგ შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე 1 ოქტომბერს იუვენტუსის წინააღმდეგ გამართავს. 4 ოქტომბერს კი ლა ლიგაში მადრიდის რეალს შეხვდება. თქვენ რას ფიქრობთ, როგორ დამთავრდება ვილიარეალის და იუვენტუსის დაპირისპირება? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. მე კი აქვე გეტყვით ერთ საინტერესო ამბავს. უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტოტენჰემი გიორგი მიქაუტაძის შეძენით კვლავ ინტერესდება და ტრანსფერისთვის 60 მილიონ ევროს ამზადებს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ტოტენჰემი შეტევის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და ისინი ერთ-ერთ იდეალურ კანდიდატად ქართველს მიიჩნევენ. შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე სწორედ ტოტენჰემის წინააღმდეგ შედგა. მართალია ჯერ ძალიან ადრე ამაზე საუბარი, თუმცა თქვენ რას ფიქრობთ ქართველის ტოტენჰემში ხილვაზე? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში კი ქართველი ფეხბურთელების დაპირისპირება შედგა. ნოდარ ლუმინაძის ესტორილი შინ გიორგი კოჩორაშვილის სპორტინგთან 0-1 დამარცხდა. კოჩორაშვილი თამაში მეორე ტაიმში ჩაერთო. ნოდარ ლუმინაძემ კი 64 წუთიდან ითამაშა. ამ დროში კი შეხვედრაში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. სპორტინგი შემდეგ შეხვედრას, ასევე 1 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად ნაპოლისთან ჩაატარებს. რაც შეეხება პორტუგალიის ჩემპიონატს, სპორტინგი 18 გულით პირველ ადგილზეა. ლომინაძის ესტორილი კი 5 გულით მე-13 ადგილს იკავებს. ლუკა ლოჩაშვილის ნიურნბერგი კი გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-7 ტურში ბერლინის ჰერტასთან 0-3 დამარცხდა.
რაც განსაკუთრებით სამწუხარო არის ის, რომ ლუკა ლოჩაშვილი 70-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. დაზიანების სიმძიმე ამ შემთხვევაშიც უცნობია. ზუსტი მდგომარეობა სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი. რაც შეეხება ნიუბერგს, მას 7 ტურში 4 ქულა აქვს და მე-16 ადგილზეა. ქართველის გუნდი მომდევნო შეხვედრას დიუსელდორფთან გამართავს. ბოლოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 26-ე ტური, სადაც ქართულ კლასიკოში დინამო თბილისი ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდა. კიდევ ამ შეხვედრის საუკეთესო მომენტებს. და აქვე დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ხილვაკი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლე. მარჯვენა ფრთიდან ქუთაისელების შეტევა იონსენი საჯარიმოში ჩაწოდება ანდრიჩი და 1-0 42 არა თამაშგარია მოდი ვნახოთ განმეორებით კი აშკარა არის აქ თამაშგარე მდგომარეობა იონსენი თამაშგარე მდგომარეობაშია მიჩნევთ კოლხეთის რომელიც გოლში თამაშობს დილასთან ქუთაისელების საფათო ეპიზოდი ჩაწოდება დარტყმა შეიძლება აგრძელა დარტყმა კიდევ ერთი და გავიდა გოლი 1-0 ბეორნ იონსენი გატანილი გოლის ავტორი და კარში აი განმეორები და ირესი ჩაწოდება ხელს ითხოვდნენ უკვე მეორე ეპიზოდშიც ხელს ითხოვდნენ საბოლოოდ ანდრიჩის გადაცემა და იონსენის გატანილი გოლი მე-11 გოლი მიმდინარე სეზონში ბეორნ იონსენი მიმდინარე სეზონში დინამოსთან ბეორნ იონსენს გატანილი არ ქონდა და საბოლოო ჯამში აი დღევანდელ შეხვედრაში მაინც გამოიჩინა თავი ისმა შვენიერი შეტევა გამოდის ქუთაისის ტორპედოს ვარლეი ამდენს ვინ გაცლის გამოვიდა დინამო უკვე საკუთარ საჯარიმოში პირესი მაინც კარგია გააკეთა გადაცემა რა კარგი დარტყმა იყო ამ ეპიზოდში ალეკო ბასილაძის მოძრაობას დააკვირდით ეხლა განმეორებით აი აქ უკვე გააკეთა პირესი ხედავთ რა კარგი იყო ამ ეპიზოდში დაველოდოთ აი განმეორებით ორჩილაძე ესრუ მოძრაობა და ალეკო ბასილაძე არგოს თამაშის წესს. ნახოთ გამორბენი დარტყმა და 1-1 დინამომ გაათანაბრა ანგარიში. ორჩილაძეს მე-9 გოლი რისი მოლოდინიც ჰქონდა და ასეც არის. სირონ ბობარიხთა დავაში ფანცულესა და იოსენს ორჩილაძე ჩაუდგა 9 გოლით. როგორც არ უნდა აცალონ გასაგებია ხარაიშვილი რა კარგია მეკარე და დამატებაზე სად ურტყავს ხარაიშვილი საოცარი შემოტრიალება და სად წავიდა მანე იყო თამაშგარეში მე მგონი და ამას არაფერი არ ეშველებოდა რო დაერტყა წესიერად აქ დინამოს ლეგიონერს მაგრამ ეპიზოდის დასაწყისი იყო ძალიან კარგი ხარაიშვილის არის დატოვა ადგილზე სორი მანე. შანსი ორივე გუნდს ექნება მე ისე ასე მგონია ეხა ტორპედოს შანსი გუდუშაური დაარტყა ლორია თამაშობს ძალიან კარგად აი როგორ არა შანსი ყოველთვის არის ასეთ შეხვედრაში და აი ხედავთ აქ გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე და ლორია გიორგი ლორია ადარჩინა მან თავისი გუნდი აი ეს არის გამოცდილი მაღალი კლასის მეკარე შევაქო დღევანდელ შეხვედრაში მისი ვიზავიც კარგი იყო კლიაიჩიც რამდენიმე ეპიზოდში შეხვედრა დასრულდა ფრედ 1-1